როგორ შექმნათ დავალებას Coolidge-ზე. Material სექციაში დავუწევთ Add Materials და ავირჩევთ Add Assignment, ანუ დავალების დამატება. პირველ როლში შევყავს სათაური. Description არის დავალების აღწერა, ან დავალების პირობა. თქვენ შეგიძლიათ გააფორმოთ დავალების პირობა, მაგალითად ჩასვათ ფოტო ან ვიდეო მასალა. ვაწვევთ შემდეგ ხილაკს და ვირჩევთ Image and Media. ორი არჩევანი გვაქვს, შეგვიძლია კომპიუტერიდან ავტვირთოთ რომელიმე ფაილი, რომლის მოცულობაც არ უნდა აღემატებოდეს 100 მეგაბაიტს, ან შეგვიძლია პირდაპირ ვებიდან ჩავსვათ ფოტო ან ვიდეო. ფოტოს შემთხვევაში ვირჩევთ Image, ვიდეოს შემთხვევაში ვირჩევთ Media-ს. Image შეგვიძლია ეს ფოტო შეგვიძლია ჩავსვათ ვებგვერდიდან პირდაპირ. მაგალითად, ვიღებთ ამ ბმულს, მისამართს, ვაკოპირებთ და ვსვავთ შესაბამის ველში. და დავალების აღწერაში ჩაისვა ფოტო. ფოტოს როცა დააკლიკავთ და შეგიძლიათ ზომა თქვენი სურვილის შესაბამისად შეცვალოთ. Due date არის deadline. შეგიძლიათ აირჩიოთ deadline-ი, მაგალითად ავირჩიოთ 2 იანვარი და პირდაპირ სვავს 12 საათს. ანუ 2 იანვრამდე უნდა ატვირთონ სტუდენტებმა ან მოსწავლეებმა თავიანთი დავალება. თუ გინდათ რომ ეს დავალების შეფასება გამოჩნდეს შეფასების ჟურნალში ან gradebook-ში, მაშინ უნდა აირჩიოთ რომელიმე კატეგორია. თუ კატეგორია არანაირი კატეგორია არ გვაქვს, მაშინ ირჩევთ create new categories და აქ წერთ რაიმე კატეგორიას. ეს ავტომატურად შექმნის ამ კატეგორიას, რომელიც გამოჩნდება შემდეგ gradebook-ში. Scale და rubric არის შეფასების სისტემის არჩევა, თქვენ გნებავთ რომელი გნებავთ იყოს ეს რიცხობრივი თუ ანბანური. რიცხობრივი არის ჩვეულებრივი რიცხვები შეფასება, ანბანური არის ABC პლუსით და მინუსით შეფასება, ხოლო მესამე ვარიანტი არის create new გულისხმობს თქვენი საკუთარი რუბრიკის შექმნას, თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ შექმნათ ნებისმიერი რუბრიკა და ის გამოიყენოთ დავალების შესაფასებლად. ეს უკვე არის დამატებითი პარამეტრები. პირველი ღილაკი გულისხმობს დავალების მინიჭებას კონკრეტული სტუდენტისთვის. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ დავალება და ეს დავალება მიენიჭოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ან რამდენიმე სტუდენტს, რომელსაც თქვენ გნებავთ. თუმცა თუ კი ამ დავალებას ყველასთვის გააკეთებთ, შემდეგ შეგიძლიათ ეს შეცვალოთ, რომელიმე სტუდენტს მიენიჭოთ, ის სტუდენტი დაწერს შეასრულებს ამ დავალებას და შემდეგ ისევ შეცვალოთ, გადაიყვანოთ ყველა სტუდენტზე და ისევ გამოჩნდება საბოლოო შედეგები ყველასი. ეს მონიშნული უნდა იყოს იმისთვის, რომ სტუდენტებმა ატვირთონ თავიანთი ფაილები ამ დავალებაში, ხოლო ეს ღილაკი გულისხმობს ეს დავალება გამოჩნდეს თუ არა სტუდენტებისთვის, ანუ ისინი დაინახავენ თუ არა ამ დავალებას. ეს მოსახერხებელია, როცა მაგალითად ქმნით რაიმე კურსს და გინდათ რომ ეს დავალება გამოჩნდეს, თქვათ ამ და ამ თარიღს. და შეგიძლიათ უბრალოდ მონიშნოთ ეს, ანუ გააუქმოთ და ეს დავალება შეიქმნება, მაგრამ არ გამოჩნდება, არ იქნება ხელმისაწვდომი სტუდენტებისთვის. ეს დავალება გულისხმობს სტატისტიკის ჩვენება სტუდენტებისთვის, მაგალითად თუ კი ამ დავალებას შეასრულებენ, სტუდენტს შეუძლია ნახოს, რამდენმა ატვირთა ეს დავალება, რა იყო საშუალო ქულა და მსგავსი მონაცემები. კომენტარები უნდა იყოს ჩართული, თუ გიგნებავთ, რომ სტუდენტს შეეძლოს ამ დავალების პირობაზე კომენტარების დაწერა, ეს კარგი საშუალება არის იმისთვის, რომ თქვენ სტუდენტმა თუ კი რამე კითხვა აქვს, დააწეროს ეს კითხვა დავალების პირობასთან დაკავშირებით და თქვენ ამას ნახავთ და უპასუხებთ იქვე. Create ხილაკით ვქმნით დავალებას. და ახლა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, როგორ გამოიყურება უკვე შექმნილი დავალება. ეს არის ფოტო, რომელიც ჩვენ ჩავსვით, აქ არის ტექსტი. აი აქ შენს უკვე deadline-ი, ეს არის დავალების სათაური. და ხოლო ეს ჩვენ რომ მოვნიშნეთ კომენტარები, როცა დავტოვეთ ჩართული, ეს ნაწილი შეესაბამება იმ კომენტარებს. ანუ აქ შეუძლიათ სტუდენტებს დაწერონ თავიანთი კითხვები ან ნებისმიერი კომენტარი გააკეთონ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ დავალების პირობა. ამ ჭანჭაკის ღილაკიდან შედიხართ edit-ში და გამოჩნდება იგივე ფანჯრა, რომლითაც ჩვენ შევქმნით დავალება. და შეგიძლიათ ნებისმიერი ინფორმაცია შეცვალოთ. იხსნება იგივე ფანჯრა და თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ როგორც deadline-ი, კატეგორია, შეფასების სისტემა და ასე შემდეგ.
თუ კი რამე ცვლილებას შეიტანთ, შემდეგ აწვევით save changes, ანუ შევინახოთ ცვლილებები. და ის შეინახავს ცვლილებებს.